სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასროთ თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ. დღევანდელ დღეს წავიკითხეთ ჩვენ ეფესელთა მიმართ ეპისტოლე, რომელიც ამ კვირის საკითხავით მთავრდება. უпростоრად ამ კვირას მთავრდება ეფესელთა მიმართ ეპისტოლე და შემდეგ ეპისტოლეზე, უკვე შემდეგ კვირას შემდეგ ეპისტოლეზე იქნება საუბარი. პავლე მოციქულის ეპისტოლეების, ესე იგი, ესე რიგობრივად მიმდინარეობს. ეს გახლავთ მეექვსე თავის, მეათე მუხლიდან იწყება დღევანდელი საკითხავი, თუმცა კი ის რაც გამოვტოვეთ ძალიან საინტერესოა, მაგრამ მე ვცდილობ რომ აი ამ დღეს საკითხული რაღაცა თქვენთვის უფრო შემეცნებადი რო იყოს, იმიტომ რომ წავიკითხეთ წირვაზე და რაღაცა მინდა რომ ის ტექსტი ზუსტად გესმოდეთ, რაც წავიკითხეთ. ეს იყო ჩვენი მიზანი, ამიტომაც დავიწყეთ ეს ეპისტოლეების კითხვა, თორე ისე თანმიმდევრობით რომ გავყვეთ ამას, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ აი რაც გამოვტოვეთ ახლა ჩვენ თქვა და არ წაგვიკითხავს წინა კვირას სხვა თემა იყო, იმის შემდგომ მოდის შეგონება, ქმარს რა მოვალეობა აქვს, ცოლს რა მოვალეობა აქვს, იმიტომ რომ ესე იგი კაცი ასე კითხულობს რომ მარტო ცოლის მოვალეობები უნდა შეახსენოს ცოლს და ცოლს გონია რომ მარტო ქმრის მოვალეობები და თვითონ თავისი მოვალეობები რა აქვს ის ხანდახან გადადებული აქვს გვერდზე. იქ თქვა ბატონს რა მოვალეობა აქვს, მონას რა მოვალეობა აქვს, ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლობას როგორ იღებენ და როგორ ინაწილებენ, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. და ბოლოს ფაქტიურად დამამთავრებელი გახლავთ პავლე მოციქულის ეს სიტყვა, რომელიც აი ესე დასკვნით შეიძლება ესე ითქვას, რომ ეფესელებს რაღაცა დასკვნით სიტყვას ეუბნება, თუ როგორ უნდა იბრძოლონ ბოროტების მანქანების წინააღმდეგ. ამიტომ წერს ასეთ რამეს. და ბოლოს ჩემო ძმებო. აი ბოლო არის და ამიტომაც ესე იწყება ეს საკითხავი. და ბოლოს ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით. შეიძლება ბევრი არც არაფერი იყოს განსამარტი, მაგრამ თქვენ რომ გესმოდეთ თანამედროვე ქართულად ეს როგორ ჟღერს. გამაგრდით უფლის ძალით და მისი სიმტკიცით, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ადამიანის იმედათაა, მოგეხსენებათ, სად შეიძლება აღმოჩნდეს უფლის იმედით და მისი ძალის და მისი სიმტკიცის, ესე იგი, სასოებით უნდა ცხოვრობდეს ადამიანი. შეიმოსეთ ღმერთის სრული საჭურველი. საჭურველს ვინ იმოსავს? მებრძოლები, ხო? აი, ბრძოლის წინ საჭურველს იმოსავენ მებრძოლები და ჩვენ ღვთის მებრძოლი ხალხი გახლავართ. ღვთის მებრძოლს გულისხმობ, რომ ღვთის ჯარისკაცები ვართ. შეიმოსეთ ღმერთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, ანუ ღმერთით შემოსილი თუ იქნები, გამოიცნობ რა არის ეშმაკის ხრიკები. რადგან ჩვენი ბრძოლა არის არა სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამასოფლის ბნელეთის პრობლთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ. ეს ჩამონათვალი იმიტომ არის ესე დაკონკრეტებული, რომ როწერია რომ არა მთავრობის წინააღმდეგ, არავის ეგონოს რომ პოლიტიკურ მთავრობას და ქვეყნის მმართველობას გულისხმობს, არამედ გულისხმობს საეშმაკო მოქმედებას. ამა ქვეყნის მთავარი ვის ქვია, ჰაერის მბრძანებელი ვის ქვია, ეშმაკს ქვია და შესაბამისად მათთან ბრძოლის მეთოდებზე გველაპარაკება. ამიტომაც ამბობს, რომ ღმერთის საჭურველია საჭირო იმისთვის, რომ შენ ამას შეებრძოლო. ჩვეულებრივი საჭურველი ახლა ყველაზე ძლიერიც რო იყო და ისეთი ნავარჯიშები იყო, რომ ესე იგი ოლიმპიადებს იგებდე ძალოსნობაში, ეს არანაირად შეიძლება არ გამოადგება, შეიძლება არა დარწმუნებული ვარ, არანაირად არ გამოადგება ადამიანს იმაში, რომ რაღაცა ბოროტების მანქანებას წინაღუდგეს, იმიტომ რომ ამისთვის ის საღვთო საჭურველია საჭირო, რომლითაც შენ გამოიცნობ ამ ეშმაკის ხრიკებს, ეშმაკის ამ მანქანებას და ეს თქვა შენი ფიზიკური ვარჯიში
შეიძლება კარგი იყოს ჯანმრთელობისთვის, მაგრამ საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ შენ ამითი რაღაცნაირად, რადგანაც ძლიერი ხარ ფიზიკურად და მძიმე წონის აწევა შეგიძლია, ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ შენ ახლა ესე იგი სულიერათაც კარგად შეიძლება ხელმძღვანელობდეს შენ ცხოვრებაში. ამიტომაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ არის ჩვენი ბრძოლაო და ამ ჩვენში ვის გულისხმობს, იცით, ეკლესიას, რა თქმა უნდა. აქ ეკლესიის ინსტიტუციაზეა ლაპარაკი, რომ ჩვენ ვართ ეკლესიის წევრები და ჩვენ არასდროს არ ვიბრძვით სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ. ჩვენი ბრძოლა არის ამ ეშმაკების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთი ხრიკებით ცდილობენ, რომ აგვაცდინონ თავარი გზიდან. ამიტომაც აიღეთ ღმერთის სრული საჭურველი. მეორედ იმეორებს უკვე ერთ აბზაცში ამას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა გითხრათ და ისიც უნდა იცოდეთ, რომ ებრაული წესის თანახმად, როდესაც მათი წერის წესი ესეთია, რომ ორჯერ თუ რაღაცა მეორდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და იმიტომ მეორდება. თორემ სხვანაირად არ გაიმეორებდნენ ამას ორჯერ. კვლავ იმეორებს იგივე წინადადებას, რაც თქვა, ამიტომ აიღეთ ღმერთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინააღმდგომა ბოროტ დღეს. ბოროტი დღე იცით რომელია? ჩვენი გარდაცვალების დღე. ჩვენი გარდაცვალების დღეს ქვია ბოროტი დღე, იმიტომ რომ წმინდა მამათა გარდამოცემის თანახმად ბოროტების მთელი მანქანება ცდილობს, რომ ადამიანი აი ამ უკანასკნელ წუთს, როდესაც უნდა გავიდეს ის ამ ქვეყნიდან, ახლა ესე იგი სულ აი ერთი დიდი მოღვაწის ის ახსენდება აღსასრული, დიდი მოღვაწე, მეუდაბნოე მოღვაწე, რომელიც გარდაცვალების წინ ეშმაკი ეუბნება, რომ ყოჩაღო, მაჯობეო. და ეს იყო უკანასკნელი საცდური. ის რო დათანხმებოდა, როგორ არ გაჯობეო, ნამდვილად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა და მან პასუხი ასეთი გასცა: მე არა, ქრისტე მოუთხრა. ამიტომაც თუ ხარ ამ საჭურველით აღჭურვილი, როგორი საჭურველი შენ შეიძლება ღმერთისგან გქონდეს, რა თქმა უნდა, აი ამ ბოროტ დღეს შენ წინააღმდეგობის საშუალება გექნება და ასეც გრძელდება. ნახეთ, პირდაპირ განმარტავს, რას გულისხმობს ამ საჭურველში. რათა შეძლო წინააღმდგომა ბოროტ დღეს და ყოვლის მძლეველებმა გასძლოთ, მას იდექით ჭეშმარიტებით წელს შემოსარტყლულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილები. ანუ ეს ჯავშანი, ეს თქვათ, როგორც თქვათ, მეომარს რაღაცა ჯაჭვის პერანგი შეიძლება ეს ეცვას, შენ ქრისტეს მეომარს უნდა გეცვას სიმართლის ჯავშანი. სიმართლით უნდა ცხოვრობდე ამ ქვეყნად. ეს არის ესე იგი ამ აღჭურვილობის ჩამონათვალია, სულიერი აღჭურვილობის. და ფეხშემოსილნი მშვიდობის ხარების მზადყოფნით. კურთხეულია მშვიდობის მახარებელთა ფერხნიო, წმინდა წერილში ჩვენ ამ სრიქონს ვკითხულობთ და რას ნიშნავს ეს მშვიდობის მახარებელნის ფერხი? იესო ქრისტეს შესახებ, მახარებლობის შესახებ, იმიტომ რომ ჩვენ არა მარტო ის გვევალება, რომ ეს ჯავშანი გვეცვას ბოროტის წინააღმდგომად, თითეული ჩვენგანი მოწოდებულია ქადაგებისთვის. თითეული ჩვენგანი მისიონერობისთვის არის მოწოდებული. შეიძლება ვინმე დასვას კითხვა, სად როგორ ეხლა სახლში 9 შვილი მყავს მისახედი და სად უნდა ვიქადაგო? აი იმ შვილებთან უნდა იქადაგო. ვიღაცა იტყვის, რომ საერთოდ არ მყავს არც შვილი და არც ქმარი და არც ცოლი და არც მშობელი, თქვათ, მაგრამ სადღაცა სამსახურში სადაც ხარ და სადაც მუშაობ, აი იქ არის სწორედ შენი სიმართლის ეს საჭურველი, სადაც უნდა გეცვას და მართალ ადამიანად გიცნობდნენ, იმიტომ რომ ეს არის შენი ქადაგების ასპარეზი. ამისთვის მოგიწოდა შენ ქრისტემ. და ხარებას გულისხმობ იმას, რომ ქრისტეს შესახებ რომც არ ლაპარაკობდე, შენი ცხოვრების წესი, შენი მოქცევა, შენი დამოკიდებულება თითოეულ ადამიანთან უნდა აცხადებდეს, რომ შენ ქრისტეს მსახური ხარ და ქრისტეს უნდა ხედავდნენ ადამიანები შენი საშუალებით. და ყველაფერ ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი. ესე იგი ფარიც ხო სჭირდება მეომარს, მაგრამ არსებობს რწმენის ფარი. და რას აკეთებს ეს ფარი? რომლითაც შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას. იმიტომ რომ ეს გავარვარებული ისრები შენ გინდა თუ არ გინდა მოდის შენი მიმართულებით. და რით შეიძლება მას წინააღმდგე, რით შეიძლება მას დაუპირისპირდე, თუ არა შენი რწმენით, როდესაც გჯერა და გწამს, რომ ქრისტემ ყოველივე ამას ძლია და თუ ქრისტემ ძლია, შენც დაგეხმარება იმაში, რომ შენც გადალახო ეს ყველაფერი. ანუ ქრისტე არის ამ შემთხვევაში შენი ფარი, რომელსაც
შეიძლება ისხლიტებოდეს ეს ყველაფერი და შენამდე აღარ აღწევდეს. ანუ შენ ვერ დაგჭრის ეს გამოსროლილი ის არის, იმიტომ რომ ქრისტეა შენზე გადაფარებული, ოღონდ ამისი თუ გჯერა, რწმენის ფარი სწორედ ესეა, რომ მე თუ მწამს ამისი, მე თუ მწამს და მჯერა ქრისტესი, ამ შემთხვევაში ამ ფარით შემოსილი ვარ. აიღეთ ხსნის მუზარადი და სულის მახვილი, რომელიც არის ღმერთის სიტყვა. მახვილი, რომელიც უნდა კონდეს მეომარს, რომლითაც ის უნდა იგერიებდეს მტერს, ამ შემთხვევაში ჩვენთვის რა ყოფილა? ღმერთის სიტყვა. ანუ ღმერთის სიტყვით აღჭურვილი ხარ, აი ამ მახვილით აღჭურვილი და ღმერთის სიტყვა სად უნდა ვიპოვო? აი ღმერთის სიტყვა აქ წერია. ამიტომაც ეს წიგნი ყოველ შეხვედრაზე ხო ვიმეორებ, კიდევ ერთხელ ვიტყვი. თქვენს სახლში თუ რომელიმე წიგნის ფურცლები უნდა იყოს გაცვეთილი და ესე იგი ძალიან დაძველებული, ეს უნდა იყოს ბიბლია. ასე თუ არ იქნა, ღმერთის სიტყვა არ იქნება თქვენთვის მახვილი, სულიერი მახვილის გარეშე აღმოჩნდებით. ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს. მოუკლებელი ლოცვის შესახებ გვეუბნება, იმიტომ რომ ერთია აღჭურვილობა და მეორეა მოქმედება, იმიტომ რომ ამ აღჭურვილობასთან გონიერი მოქმედება უნდა ახლდეს, იმიტომ რომ ძალიან მაგარი შეიარაღება გქონდეს შეიძლება, მაგრამ ომი კი ვერ მოიგო. თუ სტრატეგია არ გააჩნია იმას, რა ქვია, ომის მეთაურს ძალიან კარგი და თუ არ დაგეგმა მან ეს ყველაფერი ძალიან კარგად გონივრულად ამ ქრისტეს მხედარმა ამ შემთხვევაში შეიძლება აიღო ეს ინსტრუმენტები, საომარი ინსტრუმენტები, მაგრამ არ გააჩნია ახლა სტრატეგია. ამისთვის არსებობს ლოცვა. ყოველგვარი ლოცვით, ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით ლოცვისკენ მოგვიწოდებს და არა ბაგეებით, რომელსაც მეც ვერ გავცდი, მინდა გითხრა და მინდა რომ მოგიწოდოთ ამისკენ, რომ რაღაცნაირად არა ის რომ რამდენს წაიკითხავთ, ამაზე კი არ იფიქროთ, რომ რამდენი კანონი გაქვთ შესასრულებელი, ამაზე კი არ იფიქროთ. გაშინა არსება არ იჩქაროთ ლოცვაში. ჯობია ცოტა წაიკითხო, არ იჩქე, იმიტომ რომ ეხლა მოსასწრები მაქვს ამდენი კანონი და მე გასაქცევი ვარ, ამას ჯობია რომ არ იჩქარო, ცოტა წაიკითხო და ფიქრობდე გააზრებაზე, გაშინა არსებაზე იქ რაც წერია და ეს უფრო დაგებასდება და ეს არის სულით ლოცვა, იმიტომ რომ შენ აი ამ შეგრძნებებში ხარ, იმიტომ რომ აქ აშინა არსებ იმას, ამ ლოცვის სიღრმეებში ჩადიხარ, რომ რაზე ელაპარაკები ღმერთს. სულით ლოცვაზე გითხარით, მუდამ იფხიზლეთ, ამაზე ყოველგვარი სიმხნევით და ლოცვით ყველა წმინდისათვის. მუდამ იფხიზლეთ მithქვამს და კიდევ გაგიმეორებთ. ეს არ ნიშნავს, რომ ღამე არ უნდა დაიძინო. მუდამ იფხიზლეთ, შეუძლებელია ადამიანმა რო არ დაიძინოს. ხო მართალია, კაი, 2 დღე რო გაძლოს და მესამე, მე-4 დღეს ჩამოეძინება აუცილებლად, ხო? ამიტომაც არ გულისხმობს ეს რაღაცა არ დაძინებას. სიფხიზლეში გულისხმობს სულიერ მღვიძარებას, რომელიც ყოველთვის კარგად გამოიკვლევს. რაღაცა ეს გამოსროლილი ის არის. მაქვს კი მე სამისო ფარი რომ ავიცილო რაღაცა ეს მახვილი, რომელიც მოდის ჩემს წინააღმდეგ. ბოროტებისგან მომართული מחვილის აცილების საშუალება მაქვს თუ არ მაქვს. მუდამ იფხიზლე და ამაზე ყოველგვარი სიმხნევით და ლოცვით, ყველა წმინდისათვის და ჩემთვისაც, ყველა წმინდისათვის რო გულისხმობს, წმინდანებში ცით ვინი გულისხმებიან? ეკლესიური ხალხი. წმინდანებს უწოდებენ ერთმანეს და წირვა როგორ ზიარების წინა ბოლო სიტყვები როგორ არის მღვდელი რას მოგვიწოდებს აღამაღლებს ტარიქს ქრისტეს ხორცს აღამაღლებს და ამბობს წმინდათა რას გულისხმობს იცით წმინდათათვის არის ეს განკუთვნილი ანუ ვინც ეზიარეთ წმინდანები ხართ რეალობას ახლა ინარჩუნებთ თუ არა ამ წმინდანობას ეს სხვა საკითხია აქედან რომ გახვალთ რამდენად ცრდილობთ ამის შენარჩუნებას ეს სხვა საკითხია მაგრამ წმინდანებისთვის არის ეს ყველაფერი და ამიტომაც პავლე მოციქული სწორედ ამას წერს რომ ყველა წმინდისთვისო და ჩემთვისაც რათა მომეცესმე სიტყვა და ჩემი პირით ცხადად ვაუწყო სახარების საიდუმლო რომლის ბორკილდადებული ელჩიცა ვარ რათა გაცხადებით ვილაპარაკო რისი თქმაც მართებს მერე უკვე დამშვიდობების ტექსტია და ესე მთავრდება ეფესელთა მიმართ ეპისტოლე ბორკილდადებული ელჩი მე გითხარით რომ ეფესელთა მიმართ ეპისტოლე დაწერილია როცა პავლე მოციქული უკვე ბორკილდადებული პატიმარი იყო და მაშინ მისწერა მან ეფესელებს აი ესეთი წერილი ძალიან საინტერესო მე გირჩევთ რომ კვლავ გადახედოთ იმაზე რაზეც ვილაპარაკეთ
კიდე უფრო მეტად რო წაიკითხავთ ამას თქვენთვის გასაგებ ენაზე თანამედროვე ქართულს გულისხმობ ძალიან ბევრი რამე შეგეძინებათ დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ ბევრი რამის მომცემი იქნება კვლავ თქვენთვის ისიც გაგახსენდებათ აქ რაც ვილაპარაკეთ და ისედაც ბევრი რამის შემძენი იქნება ასე რომ ძალიან უნდა აი ამ სიფხიზლეში აი ამ სულიერ מחვილის ესე იგი მუდმივ ტარებას გვირჩევს ჩვენ პავლე მოციქული განსაკუთრებით მარხვის დღეებში როდესაც ვიმყოფებით ეს უნდა იყოს ჩვენი რაღაცნაირად პირდაპირ იძულება საკუთარი თავისა რომ ასე ვიცხოვროთ ამ სულიერი מחვილისგან არასდროს არ წავიდეთ შორს რაც არის ღვთის სიტყვა ანუ ბიბლია და ასე გავატაროთ ეს მარხვა კი არა მთელი ცხოვრება კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს შეგახსენებთ რომ ამ კვირაში ჩვენ ორი დღესასწაული გვაქვს ეს არის ბარბარობა ჩვენთვის საყვარელი ბარბარობა წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს განსაკუთრებული თაყვანისცემა აღინიშნება ხოლმე ესე საქართველოში მინდა გითხრათ უამრავი ქალწულმოწამეა სხვათა შორის უამრავი და ნაკლებად იციან მისი ისტორიები და აი ბარბარეს ისტორია ყველამ იცის და რაღაცნაირად ესე შეიყვარა ჩვენმა ერმა ეს წმინდანი და ამიტომ ესე განსაკუთრებულად აღინიშნება მისი ხსენება. ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენება არის 17-ში, შესაბამისად წინა დღეს ლოცვა იქნება და 17-ში წირვა. მეორე დღესასწაული გახლავთ წმინდა ნიკოლოზის, რომელიც ჩვენი ეკლესიის მფარველია და თითოეული ჩვენგანის განსაკუთრებულად საყვარელი წმინდანი, იმიტომ რომ აი წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებაც ასე ყველა მიცის და ზოგმა ლეგენდებად იცის, ზოგმა ნამდვილი ცხოვრება აქვს საკითხული და იმ ნამდვილ ცხოვრებაშიც მინდა გითხრათ რომ რაღაცეები ჩვენამდე მოღწეული თემები შეიძლება ცოტა გადასხვაფერებული იყოს, თლად ისე იმიტომ რომ ორი წმინდა ნიკოლოზის რაღაც ცხოვრება თითქოს ერთმანეთში არეულიო ასე ამბობენ, არ გამომიკვლევია ეს საკითხი, მაგრამ მოვისმინე ამის შესახებ ერთხელ რაღაც მოხსენება და ამას არ აქვს მოკლედ მნიშვნელობა. ასე რომ ძალიან საყვარელი წმინდანი და მფარველი ჩვენი ეკლესიისა და მეორე წირვა იქნება 19-ში 19 დეკემბერს ბუნებრივია წინა დღეს ლოცვა უძღვის ამ ყოველივეს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ, ჩვენთან არის ღმერთი.